შევიჭრიდოთ ვიკიპედიაში და ვნახოთ ვინ არის სერგეი ალექსანდროვიჩ კარაგანოვი, აი ეს კაცი, რომელიც მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გახდება 74 წლისა. ვიკიპედია რუსული, გვეუბნება, რომ ის არის საბჭოთა და რუსი პოლიტოლოგი და ეკონომისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტებისა, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ისიც თქვენ, რომ არის პრეზიდენტ პუტინთან საკმაოდ დაახლოებული პირი, რომელიც ასე თვეში ერთხელ არა, მაგრამ ორ თვეში ერთხელ კი შეხვდება ხოლმე რუსეთის შლეგ ლიდერს და სხვადასხვა საკითხებზე, მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრება. 7 იანვარს 2023 წლისა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით ის არის დასანქცირებული უკრაინის მიერ, იმიტომ რომ თავის მხრივ ბატონი კარაგანოვი იჩემებს და იჟინებს, რომ სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს უკრაინის საკითხი და უნდა გადაწყდეს რასაკვირველია შეერაღებული აგრესიის გზით, ანუ უნდა გაგრძელდეს აგრესია. 3 თებერვალს 2023 წელს კანადამაც შეიყვანა სწორედ ამ მიზეზით კარაგანოვი სანქცირებულთა სიაში. 23 ივნისს შეიყვანეს ევროკავშირის სახელმწიფოებმა და ასანქცირეს, თუმცა ეს ფაქტი მისთვის რეალურად არანაირი პრობლემა არ არის. ის რეალურად არის ერთ-ერთი მაგალითად ასეთი გამოცემა პროექტის ხელმძღვანელი, მაგრამ ესეც არ არის მნიშვნელოვანი, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კარაგანოვი, პოლიტოლოგი და ეკონომისტი, არის დაკავშირებული ვალდაის ფორუმთან, ვალდაის კლუბთან, მოდი ასე ვიტყვი და ვალდაის კონფერენციასთან, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და რომელშიც სხვებთან ერთად ის ძალიან რუსულ, ან შოვინისტურ, ან იმპერიალისტურ მესიჯებს ახმოვანებს თავადაც, ახმიანებს თავადაც და პრეზიდენტი პუტინიც იცით თქვენ, რომ მონაწილეობს ხოლმე შლეგი ლიდერი ამ კონფერენციაში და რას არ ამბობს, ანუ ძირითად დოქტრინალურ პოზიციებს უზიარებს არა მხოლოდ რუსულ საზოგადოებას, არამედ საბჭოთა საზოგადოებასაც და რასაკვირველია მსოფლიოსაც. პუტინის სწორედ ვალდაიში და კიდევ ბევრგან, კიდევ რამდენიმეგან ამბობს იმას, როგორი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკა, როგორი იქნება რუსეთი ამა თუ იმ შემთხვევაში, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას. რატომ გამახსენდა ეხლა რამე კარაგანოვება, ბევრი თქვენგანი იტყვის და მართალი ბრძანებაც იქნება, მაგრამ მე კარაგანოვება იმის გამო, რომ გეხსოვებათ ვინ არის სტაკერ კარლსონი, რომელსაც ერთი ხანობა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაშიც კი მოიაზრებდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ტრამპმა მასზე არ შეაჩერა ყურადღება და კარგი გადაწყვეტილება იყო ეს დასაკვირველია. ხო და სტაკერ კარლსონი იცით თქვენ, რომ თავის დროზე Fox-ის წამყვანი იყო, საკმაოდ ოდიოზური ჟურნალისტია და სტაკერ კარლსონს სწორედაც რომ კარაგანოვი ჩაერთო და ისაუბრა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რუსეთის ხედვებზე, მოდი ასე ვიტყვი და კიდევ ერთხელ დავიმეორებ იმას, რომ კარაგანოვი ასე ორ თვეში ერთხელ შეხვდება ხოლმე პუტინს და საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. დუგინი თუ ვინმე გონია, რომ ხდება პუტინს კარაგანოვზე უფრო ხშირად, ის ვინმე რასაკვირველია ცდება, დუგინი წელიწადში ერთხელ, ორჯერ თუ არის ხოლმე მიღებული პრეზიდენტ პუტინის მიერ კრემლში და იქაც ლაპარაკობენ ცხადია მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ კარაგანოვი გაცილებით სერიოზულ პირად მიაჩნია პუტინს, ვიდრე ხსენებული იმპერიალისტი დუგინი. ხო და აი ამ კარაგანოვმა იმ სტაკერ კარლსონს მისცა ინტერვიუ, რომელშიც თქვა შემდეგი რამ. თუ ევროპა არ შეწყვეტს უაზრო ომს უკრაინაში, რუსეთმა შესაძლოა ბირთვული დარტყმა მიაყენოს კონტინენტს ერთ ან ორ წელიწადში. პირველ რიგში გერმანიას, ან გაერთიანებულ სამეფოს. გულახდილად გეტყვით, მე გონია, რომ ეს შესაძლოა მართალია არ უარყოფ ეხლა მე რა უფლება მაქვს ეხლა რომ გავაკრიტიკო ეს მოსაზრება, იმიტომ რომ ამ თამასა დაწეულ სამყაროში პუტინმა შეიძლება ამ სტერეოტიპულად რომ ამბობთ ხოლმე ამ ღილაკუკას დააჭიროს თავისი არც თუ თხელი თითი და დააჭიროს და მართლაც რაღაც გაისროლოს ბირთვული იარაღი გერმანიის, როგორც კარაგანოვი ამბობს, ან გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით. თუმცა
თუმცა მე მგონია რომ პუტინმა შეიძლება ეს განაცხადება არ მიიღოს იმის გამო რომ მან შესანიშნავად იცის ან წესით უნდა იცოდეს რომ ამ შემთხვევაში მიიღებს საპასუხო დარტყმას არა იმდენად გერმანიისგან რომელსაც ბირთვული იარაღი არ აქვს არამედ მიიღებს საპასუხო დარტყმას ბრიტანეთიდან რომელსაც გააჩნია ანანაკლები რაოდენობის მეთქი არა ნაკლები რაოდენობის მაგრამ არანაკლები სიმძლავრის ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში თუ პირობითად ავიღოთ ბითლზის ქალაქი ავიღოთ ლივერპულში ჩამოვარდება ბირთვული ბომბი ძალიან პირობითად ვიტყვი ასევე მეც რომ მაგალითად პეტერბურგში ან ეკატერინბურგში ასევე ჩამოვარდება ბირთვული ბომბი ანუ სიმეტრიულს თუ ასიმეტრიულ პასუხს გასცემს ბრიტანეთი მაგრამ ესეც არ არის მთავარი ჩემი მოსაზრებით ამ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვება შეერთებული შტატები თუმცა ეს არ არის ახლა სალაპარაკო იმიტომ რომ ჩვენ მაინც რაღაც თეორიაზე ვსაუბრობთ და სალაპარაკო ახლა კი არის ის რასაც ბრძანებს პუტინის მრჩეველი კარაგანოვი ის ამბობს ევროპა წაიშლება კაცობრიობის რუკიდან ის უნდა განიდევნოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული რუკიდან რადგან ის მხოლოდ შემაწუხებელი ფაქტორია ეს ევროპის შეწუხების ევროპის მიჯირყვის ევროპის განადგურების მწველი სურვილი რუსებს დიდი ხანი აქვთ მათ ურჩევნიათ მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს აზრი დომინირებს რომ ევროპის კონტინენტი როგორც მძლავრი ხო არ გააოქრობენ ახლა მართლა ხო არ ჩაძირავენ ევროპის კონტინენტს მაგრამ ევროპის კონტინენტი როგორც მეტნაკლებად მძლავრი პოლიტიკური სუბიექტი გეოპოლიტიკური სუბიექტი აღარ არსებობდეს და შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ან არადემოკრატიულმა სივრცე რუსეთმა და არადემოკრატიულმა ჩინეთმა როგორღაც გაიყონ გავლენის სფეროებად მოდი ასე ვიტყვი ევროპა ამ შემთხვევაში მადამიცემულ რუსეთს კარაგანოვს და უფრო პუტინს ან პუტინის მემკვიდრეს ეკნება პრეტენზია პრაქტიკულად ყველა იმ სახელმწიფოზე ბალკანეთის სახელმწიფოების ჩათვლით რომლებიც აღმოსავლეთ ნაწილში არიან ვინც ის და ავსტრიის ჩათვლითაც კი ავსტრია რომ ნეიტრალური სახელმწიფოა გეცოდინებათ თქვენ აღარ გეტყვით დამატებით ფიქრობ პუტინს ჯერა რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ცოდვა ამბობს კარაგანოვი სხვადასხვა მეც ასე ვფიქრობო გაზეთს თუმცა ეს შეიძლება იყოს აუცილებელი ცოდვა კაცობრიობის გადასარჩენად აქვე გეტყვით რომ აუცილებელი ცოდვის ცნება როგორც ასეთი შემოიტანა არა კარაგანოვი ამის ავტორი არის არა კარაგანოვი არამედ ბანდიტი კირილ გუნჯაევი რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთ ქადაგებაში სწორედ გარდაუვალი აუცილებელი ცოდვის თეორიაზე ისაუბრა იმისთვის რომ უფრო მეტი ბოროტება არ მოხდეს კირილ გუნჯაევის პუტინის კარაგანოვის და ლოთი მედვედევის და სხვათა აზრით აუცილებელია რომ მოხდეს ნაკლები ბოროტება თუ გვინდა რომ მეტი ბოროტებისაგან დავიცვათ კაცობრიობა კარაგანოვი დაასწენს პოლონეთის ქალაქ პოზნანს რომ დავარტყათ ამერიკელები ნებისმიერ შემთხვევაში არ გვიპასუხებენ ჩემი არჩევანი ბრიტანეთი და გერმანია იქნებოდა სწორედ იმ შემთხვევაში თუ პოზნანს კი არა ლივერპულს და გერმანიაში რომელიმე ქალაქი ვახსენოთ მაგალითად არ ვიცი პირობითად მიუნხენს და ბერლინს არა და მაგალითად შტუტგარტს თუ დაარტყავს პირობითად ასაგვირველია გერმანიის შტუტგარტს თუ დაარტყავს ბირთვული იარაღით რუსეთი ამერიკელები სწორედ ამ შემთხვევაში ანუ პოლონეთის და პოლონეთის იერიშის მიტანის შემთხვევაში ნაკლებად ხოლო გერმანიაზე საფრანგეთზე და ბრიტანეთზე იერიშის მიტანის შემთხვევაში მეტად უპასუხებენ რუსეთს კარაგანოვიანა ან კარაგანოვის გარეშე ჩემი არჩევანი ბრიტანეთი და გერმანია იქნებოდა სხვათა შორის პოლონელები უფრო გონივრულები ხდებიან მათ ესმით რომ ცეცხლთან თამაშობენ და ცდილობენ ეხლა რაზე ლაპარაკობს კარაგანოვი ის ამბობს რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე სწორ პოლიტიკას ატარებს და ერთადერთი ევროპა გადარჩა რომელიც იცავს უკრაინას ევროპის გავლითი მიეწოდებოდა და მიეწოდება იარაღი უკრაინას მოგეხსენებათ და ევროპა აძლიერებს საკუთარ თავდაცვას იმის გამო რომ დაიცვას საკუთარი თავი იმ შესაძლო აგრესიისაგან ან არ გამოსარიცხი აგრესიისაგან რომელსაც ევროპაში 27, 28 ან 30 წელს 29 ან 30 წელწელიან თუ რუსეთი მოფერიანებული იქნება და ევროპას აქვს ახალი მიდგომა განსხვავებული როგორ ექონდა ბერლუსკონის პირობითად ვიტყვი ან განსაკუთრებით ასაგვირველია მერკელი ან შრიოდერი უნდა ვახსენოთ შრიოდერ-მერკელის პერიოდის ევროპას ევროპა ამბობს რომ მე შევიარაღდები ის პერიოდი რაც ხსენებულმა პოლიტიკოსებმა ჩვენ გაგვანიავებინეს არის დაკარგული პერიოდი
ჩვენ აგენ ნახეთ რომ შუაგულ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგზე უკრაინაში მიმდინარეობს ესეთი ინტერვენცია რუსეთისა ჯოჯოხეთური ომი რაც არ უნდა დაგვირდეს რუსეთი რომ არ შემოიჭრება ჩვენს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ უკრაინის ნაწილის თუნდაც დაკავების შემთხვევაში ჩვენ რუსეთისა არ გვჯერა ესე პუტინი ამბობდა ამ 26 წელია ხო 25 წლის წინ ანუ მე-4 საუკუნის წინ რომ უკრაინის არის ყირიმი, უკრაინის არის დონბასი, რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ ექნება არასოდეს პრეტენზიები უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიას ტერიტორიულ მთლიანობას არავითარ შემთხვევაში არ შეელახავს, მაგრამ გამოხდა ხანი 2001-დან 14-მდე იცით თქვენ რომ 13 წელიწადია 2001-ში თქვა ეს პრეზიდენტმა პუტინმა და 13 წელიწადში საკუთარივე სიტყვა შემოარღვია სხვადასხვა ეს ნათქვამი აქ არა ერთხელ მათ შორის ჟურნალისტ ლიუბიმოვთანაც რომ ვიცოდეთ მაინც გაგახსენებთ ვინ არის ლიუბიმოვი, ვისაც ახსოვს 90-იან წლებში გადაცემა взгляды, ლისწევი, ლიუბიმოვი და სხვები, იქიდან გეხსოვებათ ეს იმხანად ყოველ შემთხვევაში კარგი ჟურნალისტი. კარაგანოვის თქმით, თუ რუსეთი შეზღუდულ დონეზე არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ევროპის წინააღმდეგ, სამყარო მესამე მსოფლიო ომისკენ წავა და მესამე მსოფლიო ომისკენ სამყარო წავა სწორედ მაშინ, როდესაც ან იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ, თუნდაც ტაქტიკურ და თუნდაც შეზღუდულ დონეზე ბირთვულ ბომბს ევროპის წინააღმდეგ. რაც ძალიან საინტერესოა ეს ცოტა რუსულ თარგზე მოჭრილი, რომელსაც იცით თქვენ რომ ინტერვიუც აიღო პრეზიდენტი პუტინისაგან ტაკერ კარლსონი, ხო და რომელიც ისე ამბებს უძღვნიდა და უძღვნის პრეზიდენტ პუტინს. ის ძალიან ესეთი თავჩაქინდრული არასწორი სიტყვა. იმგვარი იყო რომ ეთანხმებიან, ითვალისწინებენ, ეთანხმებიან, ასწორია ემხრობიან ამ სტრატეგიას რუსეთისა, რომელიც აქ გითხარით გაახმიანა ტაკერ კარლსონის ვიდეო ბლოგში, სწორედაც რომ კარაგანოვმა, რომელიც ღიად ამბობს რომ რუსეთი იქნება ამგვარი საშიში ამ ყველაფერში არის თუ არა რამე ამ კუთხით არ ვილაპარაკებ, მე თქვენ ესთებართვით ახლა კიდევ ერთ ფიგურანტს გიხსენებთ, ეს არის ბიზინა ივანიშვილი, რა შუაშიაო ბევრი თქვენგანი მეტყვის და მართალით ბრძანდებით, რა შუაშია ხა კარაგანოვ ტაკერ კარლსონის საუბარში ან ბირთვული ომის ამბავში და ამ მუხარების კონტექსტში ბიზინა ივანიშვილი ამ პროცესში რასაკვირველი არაფრის ჩალის ფასიანი კაცი, მაგრამ მე გეტყვით რომ როდესაც ბიზინა ივანიშვილს ელაპარაკებიან მისი მრჩევლები მოსკოვიდან, FSB-დან, კრემლიდან, რაღაცა ვიცი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციიდან, ან ურთიერთობას ამყარებს კარაგანოვისნაირ ტიპებთან და ეს კარაგანოვისნაირი ტიპები კი ივანოვები, პეტროვები და სიდოროვები ელაპარაკებიან იმ მინი კარაგანოვები, მოდი ასე ვიტყვით, რომ რუსეთი ამაზე წამსვლელია, ბიზინა ივანიშვილს ეს ყველაფერი არა მარტო სჯერა ამ ყველაფრის, არამედ ეშინია, აფრთხობს კიდეს უკვე შემდგომ რა პასუხს მიიღებს რუსეთი ამ არ გამოსარიცხი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ამაზე კი აღარც უფიქრდება და რაც მთავარია, მას არ ახავს თუ იქ ივანოვი ვახსენეთ, ამ შემთხვევაში ვახსენოთ რომელიმე ამერიკული გვარდსახელი მაიკლ სმიტი თუ ჯონ სმიტი არ ახავს, რომელიც ეტყოდა ბიზინა ივანიშვილს, რომ დამშვიდდი სანერვიულო არაფერია, რუსეთი ამაზე არ წავა და სანამ ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი პუტინი მანამდე დადუღდება, იმიტომ რომ ეს უკვე ომის სულ სხვა სტადიაზე გადაყვანა. ამას სხვადასხვა არ მიესალმება, ეგრა მაგის პასუხი არც ჩინეთი, თუ მაინც და მაინც ესე უნდა განვიხილოთ, ჩინეთიც რასაკვირველია ანტიმოსკოვურ, ანტირუსეთულ განცხადებებს გააკეთებს და ანტიმოსკოვურ პოლიტიკასაც აწარმოებს ბირთვული ბომბის ევროპაში ჩამოგდების მუხარის თუნდაც შემთხვევაში, არ ვიცი, კარაგანოვს ალბათ არ უპასუხებენ ჩინეთის ოფიციალური ხელისუფლებიდან, მაგრამ ამგვარი მუხარა რომ გააჟღეროს, გაახმიანოს პრეზიდენტმა პუტინმა, გარწმუნებთ, რომ მის ზურგს უკან დგომის სინძინპინიც საკმაოდ კვეთრი და კაცრი იქნება რიტორიკის მიმართაც კი. მოკლედ ბიზინა ივანიშვილს სავარაუდოდ კი არა, ნამდვილად არ ახავს მაიკლ სმიტები თუ ჯონ სმიტები, რომლებიც ეტყოდნენ, რომ ბიზინა უნდა დამშვიდდე და არ უნდა აკანკალდე იმის გამო, რომ ვინმე სერიოზული კაცია, ეხლა არ ვაკრინებ ეს კარაგანოვი, მაგრამ ვინმე ასერიოზული კაცია, ან ვინმე არასერიოზული ლოთი მედვედევი ამგვარ რამეებს ამბობენ, შენ უნდა იფიქრო შენს ქვეყანაზე რასაკვირველია, მაგრამ ასევე უნდა იფიქრო იმაზეც, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ბოროტების ცენტრები ადრე იქნება თუ გვიან, ტრამპის პერიოდში თუ ტრამპის შემდგომ ბოროტების ცენტრები, როგორც ასეთები, ანუ რუსეთი,
მოსკოვი, თეირანი, პეკინი თუ გნებავთ მივათვალოთ ამ სიაში, თუმცა პეკინი ადეკვატური მოთამაშე იქნება ჩემი ღრმარწმენით გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს ბრალოტების ცენტრები, როგორც ასეთები დამარცხდებიან და შეუნდა იფიქროს სად გამარჯვებულის მხარეს ვირჩევ კი არა, ვინც გაიმარჯვებს. რუსეთმა რო გაიმარჯვოს, მაინც არ უნდა წახვიდე შენ რუსეთის მხარეს, ხო? არ უნდა მიეტენო რუსეთს. არამედ შეუნდა იყო უკვე ამთავითვე უნდა ყოფილიყავი, ღირებულებების სადარაჯოზე, რაც შესაძლოა პირველი ვიოლინო და ნამდვილად ვერ იქნებოდი პირველი ვიოლინო, მაგრამ შენ არ უნდა ყოფილიყავი იმ მტრების იმ ბანაკში, რომლებიც რუსეთის გარშემო არიან, რუსეთს ყავს გარშემორტყმული და იბრძვიან ცივილიზებულობის, განვითარების, კეთილდღეობის, ნამდვილი მშვიდობის, თავისუფლების პირველ ყოვლისა წინააღმდეგ და ეს არის ამბავი, რომ ბიზნეს არც არავინ ხავს, ბიზნეს ერთ-ერთი დანაშაული საკუთარივე თავის წინაშე არის ის, რომ მან განდევნა ყველა ვისაც ქართველებიც, მათ შორის ვისაც საღი აზრი მოეკითხება. ეხლა რაც შეეხება თუ მიუბრუნდებით საკითხს, რაც შეეხება საკითხს ბირთვულ ბომბს გამოიყენებს თუ არა, ხო, ვიდრე ბირთვულ ბომბამდე რუსეთს აქვს რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი. აი როცა არ გაჭრის ის რამდენიმე ნაბიჯი და არ გაჭრის რასაკვირველია, მე ვინ იცის და პუტინი შეიძლება მართლაც დაფიქრდეს ამაზე, მან თამასა კვლავ ბევრჯერ ვითქვამს, ძალიან დასწია ბირთვული ბომბის გამოყენებისა, მაგრამ არ უნდა დავუფრთხეთ ამას, ხადია ეს უზარმაზარი მსხვერპლი მოხვება ყველაზე მცირე ზომის თუ მცირე მასშტაბის ბირთვულ ბომბსაც და ბევრად ძნელი, ბევრად ძლავრი იქნება ვიდრე ხიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა დამარცხდა პირიქით, ეს იქნება ვინიცის და ეს იქნება ახალი სტიმული ევროპა-ამერიკის ერთიანობის არავითარ შემთხვევაში არ მინდა არ მიღირს ეს ყველაფერი ევროპა-ამერიკის ერთიანობადაც კი, მაგრამ გადამწყეთლებას ივიღებ არა მე, არამედ იღებს შლეგი ლიდერი და შლეგი ლიდერის გარშემო გარშემოკრებილი კარაგანოები, ჭკვიანი კაცია, გონიერი, მაგრამ ბოროტ მოქმედი კაცია და უჭკუო მედვედევები და ასე შემდეგ. თავარი სიტყვის თქვენი კი არის რასაკვირველია პრეზიდენტი პუტინი, რომელიც ისტერიკაშია, მეთქი ასე გეტყვით, ისტერიკაშია იმისა და გამო, რომ მეოთხე წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც დაიწყო SVO, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ლოკოკინა ალბათ ყველაზე კარგად ლოკოკინა როგორც მოძრაობს, რა სიჩქარითაც მოძრაობს, ალბათ ყველაზე ადეკვატური შეფასება ამ სიჩქარით მოძრაობს, ლოკოკინის სიჩქარით მოძრაობს რუსეთი ფრონტის ხაზზე და დახოცა ამასობაში, ჩატოვა ამასობაში მილიონზე მეტი საკუთარი სალდატი, ჯარისკაცი, ოკუპანტი უკრაინის მიწაში და როცა გაიტანეს ცხედრები, რომ ერთხელაც ნახსენები და ახლაც ვიტყვი, უკრაინაში მშვიდობიან უკრაინაში, ანუ სადაც არ ხდება საერთოდ იერიშები და არ არის მსხვერპლი, იქ არის მორგები. ამოვსებულია ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით და დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს რუსებით პაკეტებში ცხედრებით და რუსებს საკუთარი ცხედრები არც გახავთ და არ აბარებენ, არ უბრუნებენ შვილკვდარ დედებს მეთქი და ქმარ მეუღლე მკვდარ მეუღლეებს, ანუ კალბატონებს და მშობელ მკვდარ შვილებს. ჯოჯოხეთური სახელმწიფოა და ამისკენ არის ბიზნა ივანიშვილი, ამათკენ არის გადასული ბიზნა ივანიშვილი. და კარაგანოვისა კი ეშინია. ნუ გეშინიათ. ყველაფერი კარგად იქნება.